აპრილის ფილმის პრემიერები მაინდა-მაინც ეს თუ არ არის გამორჩეული რაღაც ხმაურიანი პრემიერებით, მაგრამ მე ამოვარჩევ ზუსტად ისეა, რომელიც თქვენ ყურადღებას აუცილებლად იმსახურებს. 1 აპრილს ჩვენ მივიღებთ Super Mario Galactica, Super Mario-ს თავგადასავლებს კოსმოსში, ასე რომ ვთქვათ, ეს არის გაგრძელება წინამორბედი მულტფილმის და მან პირველ ვიკენდზე უკვე ააგროვა 34 მილიონი. 10 აპრილს გამოდის ფილმი Trash-ი, სადაც ქალაქი სტიქიური უბედურებებისგან დაიტბორება და ხალხს არა მარტო წყალთან მოუწევს ბრძოლა, არამედ ზვიგენებთან. 16 აპრილს გამოდის ფილმი Normally, Bob Odenkirkთან ერთად, სადაც ჩვენ გველოდება ჯონ ვიკის სტილში ხელჩართული ბრძოლები. ისევ 16 აპრილი, ამჯერად უკვე თავაროში ჯეკი ჩანი, ოპერაცია პანდა, ველური მისია, ძალიან კარგი ფილმია, ვისაც გიყვართ ცხოველები და ვისაც გიყვართ ჯეკი ჩანი. 17 აპრილს კი ჩვენ გველოდება ფილმი Mumia, ეს არის იმ ფრანშიზის გაგრძელება, ეს არის 1932 წლის ფილმის რემეიკი და ახალი ხედვა. 24 აპრილს კი ჩვენ გველოდება ფილმი ჯექსონზე, მაიკლ ჯექსონზე, ეს ფილმი მოგუყვება მის ავტობიოგრაფიას და თუ როგორ მიაღწია მან მსოფლიო წარმატებას. ისევ 24 აპრილი ამჯერად ფილმი მწვერვალი, რომელიც მოგუყვება გოგონა საშაზე, რომელსაც ძალიან უყვარს ექსტრემალური ცხოვრება და მისი მომდევნო მოგზაურობა გადაიქცევა თავის გადარჩენად. 30 აპრილი ფილმი Pinocchio, სტუდია 24A აგრძელებს ჩვენს გაკვირვებას და ჩვენი ბავშვობის ზღაპრების ჰორორად გადაქცევას, ასე რომ მე ამ ფილმს ნამდვილად ველოდები. ასევე აპრილში ჩვენ გველოდება ფილმი Tamerlanis პრემიერა, ეს არის კირგიზული და ამერიკული საერთო პროექტი, ძალიან დიდი ბლოკბასტერია, ვისაც გიყვართ საომარი ფილმები და საერთოდ Tamerlanis იმპერიის შექმნის ისტორია გაინტერესებთ, აი ამ ფილმს ნამდვილად გირჩევთ, მაგრამ როგორც კი გამოვა, მე აუცილებლად შეგატყობინებთ. ასევე კინოლაბმა თავის საიტზე დადო ფილმი ცივი საცავი, შეგიძლიათ გაეშუროთ ამ საიტზე და უყუროთ აი ამ ფილმს, თქვენ კი მადლობა რომ მიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.